ახლა კი მივესალმებით იმედი ლაივის სტუმარს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შემოგვერთა სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით რასა იუკნევიჩიანის რეზოლუციით დავიწყოთ. არა იმდენად იმ შინაარსით და იმ არაერთხელ გადაყეჭილი ბრალდებებით, რაც მოგვისმენია ბევრჯერ. აქ საინტერესო არის ის განწყობა და ერთგვარი, ასე ვთქვათ, გზამკვლევი, რომელიც არსებობს ევროპარლამენტში ოპოზიციის მეგობრებში წინა საარჩევნოდან. რა ინსტრუმენტების გამოყენებას ეცდებიან ისინი არჩევნების წინ და რა იქნება ეს მთავარი ბრალდებები, რომელსაც მოვისმენთ 4 ოქტომბრამდე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს რეზოლუცია და თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე, ასე ვთქვათ, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ და შეუნარჩუნონ ის დარჩენილი, ასე ვთქვათ, ციცოცხლის ნიშანწყალი არჩევნებამდე და ერთადერთი მიზეზი სწორედ და მიზანი ამ რეზოლუციების არის სწორედ ეს. რაც შეეხება თვითონ არჩევნებს, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით ჩვენ რაზე იქნება საუბარი. საუბარი იქნება იმაზე, რომ იყო წინასაარჩევნო გარემო არაკონკურენტული, იმიტომ რომ რიგმა ოპოზიციურმა წარმონაქმნებმა არ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, იმიტომ რომ ეს კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მიიღო, არის დრაკონული, არის საშინელი, ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს და ასე შემდეგ. იქნება ესეთი, ასე ვთქვათ, მსგავსი განცხადებები, რომელიც წამოვა რასას მსგავსი ადამიანებისგან, რომ თქვენ სიუჟეტში უწოდეთ პოსტსაბჭოთა, მე ვიტყოდი, რომ არა პოსტსაბჭოთა, არამედ საბჭოთა მენტალობის ადამიანია, პოსტსაბჭოთა კიდევ კარგი ეპითეტია მე მგონი მისთვის. და შესაბამისად, ასეთი საბჭოთა მენტალობის მქონე ადამიანები ბევრ ტყუილს იტყვიან კიდე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად დაინახა, ვინ არის, ვის თამაშს თამაშობს და ვინ რაზე არის წამსვლელი. საზოგადოება ხედავს ამ პროცესს, მაგრამ მოდით მეტი განმარტება მივცეთ თვითონ იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ევროპარლამენტში ვითარდება. ეს არის რიგით მე-6 რეზოლუცია, თუ არ ვცდები. ბოლოს დებატებზე ითქვა, რომ ვიღაცას როგორც ჩანს საქართველოზე ფიქრით არ ზინავსო, იმიტომ რომ 9 თვეში 6 რეზოლუცია ერთ ქვეყანასთან მიმართებით ფაქტობრივად რეკორდია თავად ევროპარლამენტისთვისაც. მაგრამ აქ არის ერთი პროცესი, როდესაც დებატებია დარბაზია ფაქტობრივად სარიელი, არის მოხსენებელი და რამდენიმე ევროპარლამენტარი, ამის შემდგომ, როდესაც უკვე კენჭისყრა არის, ჩვენ ხედავთ, რომ საშუალოდ 500 ევროპარლამენტარი უჭერს ამ პროცესს მხარს. მოდით მაყურებელს აუხსენით ეს პროცესი როგორ ხდება, იმიტომ რომ თუ ასეთი მნიშვნელოვანია საქართველოს და თქვენ ნახევარში ერთხელ ერთ რეზოლუციას იღებენ, მაშინ ამ დებატებზე, სადაც შინაარსობრივად გადის ეს რეზოლუცია, რატომ არ ესწრებიან ეს ადამიანები? კი ბატონო, პრინციპში თქვენივე კითხვაში არის პასუხი, როდესაც ჩვენ თემა გაინტერესებს, როდესაც ჩვენ გინდა რომ აზრი გამოთქვა, ან როდესაც ჩვენ გინდა რომ რაიმე ახალი ინფორმაცია მიიღო, მაშინ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ მონაწილეობ პარლამენტის იმ სხდომაში, როდესაც ეს საკითხი იხილება. ჩვენ ხედავთ რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იღებს ამ დებატებში მონაწილეობას და ამ ჯერზე უკვე თუ არ ვცდები 10-ზე ნაკლები ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ განხილვას. შესაბამისად ნათელია და ცხადია რომ ეს არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, სხვა შორის ჩვენ და სამწუხაროდ თუ არ ვიცი, შეიძლება მე მგონი ჩვენ და საბედნიეროდ რასა იუკნევიჩენი არის მომხსენებელი საქართველოზე და შესაბამისად მისი ინიციატივით ხდება ხოლმე ამ დებატების დანიშვნა და შემდეგ ის როგორც ერთი, ასე ვთქვათ, მსახიობის თეატრი წარმოადგენს ხოლმე თავის ნააზრევს და შემდეგ რამდენიმე ევროპარლამენტარი სხვა შორის ცდილობს რომ ეს მას მიუთითოს იმ სისულელეებზე, რომელიც იქ წერია. თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს იმ ინტერესის არარსებობას ევროპარლამენტარების მხრიდან, რადგან, ასე ვთქვათ, სარიელ დარბაზში საკითხის განხილვა ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ინტერესი არ არსებობს. რაც შეეხება კენჭისყრას. ნებისმიერ პარლამენტში ასე ხდება ხოლმე, რომ კენჭისყრაზე ხდება მობილიზება პარტიული ნიშნით. შესაბამისად, მე თქვენ შემიძლია პირდაპირ გარანტირებულად გითხრათ, რომ იმ 480-მდე დეპუტატმა, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას,
ну სადღაც მინიმუმ 450 საერთოდ წაკითხულიც კი არა აქვს და წარმოდგენაც კი არა აქვს რაზე რა რეზოლუციას აძლევს ხმას. იმიტომ რომ მე მქონია შემდეგ მე პირადად მქონია მათთან ვიღაცებთან ამ თემაზე საუბარი და უთქვათ რომ არ ვიცოდი რომ ეს ეწერა რეზოლუციაში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად პარლამენტარიზმში, როდესაც რაღაცა კონკრეტული საკითხი გადის, ვერც ერთი დეპუტატი ვერ იქნება გათვითცნობიერებული ყველა თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად ის დეპუტატი, ასე ვთქვათ, ენდობა თავისი პარტიის წარმომადგენელს და ხმას აძლევს ისე, როგორც მისი პარტიის მომხსენებელი წარმოადგენს საკითხს. სხვა შორის საქართველოს პარლამენტშიც ასე ხდება, ეხლა არ არსებობს დეპუტატი, რომელმაც შეიძლება თანაბრად იცოდეს გარემოს დაცვის საკითხებიც, კულტურის საკითხებიც, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის და არ ვიცი, ჯანდაცვის საკითხებიც. ხო, ანუ ჩვენ ვენდობით ჩვენივე კოლეგებს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც და შესაბამისად ეს არის ის პროცესი. სამწუხაროა რომ ეს ტრაგიკომედიად გადაიქცა. სამწუხაროა ძალიან რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხდება უტიფარი ტყუილები, როგორიც არის მაგალითად მზია ამაღლობელის ცემა, მანამდე იყო სააკაშვილის მკვლელობა, კიდევ უფრო ადრე იყო სტალინის ძეგლების მომრავლება საქართველოს ქუჩებში. ამ ყველა ამ, ასე ვთქვათ, სისულელეს ყავს ერთი ავტორი, ან ხანდახან რამდენიმე, მაგრამ რასა იუკნევიჩენე ყოველთვის ფიგურირებს ამ ავტორებს შორის. საინტერესო დეტალი იყო პოზიციის ცვლილება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თავდაპირველად თითქოს ეს იყო განხილული როგორც შესაძლებლობა ამ პარტიებისთვის და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს სტატუს კვო და ასე ვთქვათ, წინასწარი განწყობა ამ არჩევნების მიმართ უკვე გამოიკვეთა. ხო, აი თქვენ რას უკავშირებთ? ხო, აქაც ნათელია ეხლა ეს რეზოლუცია არის ნაცმოძრაობისა და მათი მფარველი პოლიტიკური ჯგუფების, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების შედეგი. ამ შემთხვევაში ჩანს რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში არ სურთ რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს ისე რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მასში მონაწილეობა. შესაბამისად თუ წინა რეზოლუციაში საუბარი იყო იმაზე რომ კარგი იქნება რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა, ეხლა ნათელია რომ პირიქით ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. ამ შემთხვევაში ძალიან ნათლად ჩანს ის რომ ქართულ, ასე ვთქვათ, ოპოზიციას ერთადერთი იმედი აქვს დარჩენილი სწორედ მისი უცხოელი მეგობრების თუ პარტნიორების, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებასთან მათ მისასვლელი პირი უკვე დიდი ხანია დაკარგეს. მაგრამ ისინი ამტკიცებენ რომ ეს იმედი არც თუ უიმედოა, რადგან ისინი ნელ-ნელა და მიზანმიმართულად აღწევენ შედეგებს, მათ შორის სანქცირებასთან დაკავშირებით და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი ოპონენტები ლობირებენ. კითხვა არის შემდეგი, მომავალ კვირას, ანუ 15 რიცხვში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან. იქ არის თემათა ჩამონათვალი, რომელზეც მედიაში წინასწარ წერდნენ, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, მათ შორის მოსამართლეების დასანქცირება და ბევრი სხვა დეტალი, რომელიც ითქვა. იქნება იგივე სიტუაცია თუ შესაძლოა ერთ დღეს ვიხილოთ, რომ პროგრესი მოხდეს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მაგალითად უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ, ან რამე მსგავსი ტიპის მძიმე გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ქვეყანას მართლაც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. უვიზო მიმოსვლის შეჩერებას აქვს კონკრეტული იურიდიული საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ერთხელ უკვე დაარღვია ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არსებობდა დიპლომატიურ პასპორტებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი საქართველოს სასამართლოში რო წაიღოს, ნებისმიერ სასამართლოში ამ თემაზე გამარჯვებული გამოვა, იმიტომ რომ იქ შავი თეთრზე წერია, რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ეს ხელშეკრულება და ეს, ასე ვთქვათ, მოცემულობა, მაშინ როდესაც ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ იყო სახეზე. ამიტომ ამ მხრივ ახლა ჩვენ თუ იურიდიულად გავყვებით, ეს შეუძლებელია, მაგრამ ხედავთ, რომ იურიდიულ, ასე ვთქვათ, დეტალებს ევროკავშირი უკვე ყურადღებას აღარ აქცევს. თან ამ მომენტისთვის თუ შეუძლებელია, აქვე დავაზუსტებ, არსებობს განწყობები და მოთხოვნები ევროკომისიის
კავშირის მხრიდან რომ შევიდეს ბევრი სხვა ტიპის ცვლილება უბიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთი როგორც არის მაგალითად ქვეყანას ოქროს პასპორტების გაცემაზე ლიმიტი დაუწესდეს და ასე შემდეგ. ანუ იქ ბევრი სხვა მოთხოვნები იქნება. ანუ ხო არ მივიღებთ პროცესს ერთ დღეს რომ ისინი შეძლებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას ისე რომ დაბლოკვას მოწინააღმდეგე ქვეყნები ვეღარ მოახერხებთ. რა თქმა უნდა ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ ამასთან დაკავშირებით, შემდეგ ამას იურიდიულადაც გააფორმებენ, ისევე როგორც აი ხა ის ცვლილებები, რაც თქვენ თქვით, სწორედ აი ეს ცვლილებებიც შედის ძალაში სექტემბრიდან, რომელიც მანამდე არ არსებობდა და რის გამოც მათ არ შეეძლოთ რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის შეეწყვიტათ უვიზო მიმოსვლა. ეხლა სექტემბერში ეს დაემატება. მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება საერთოდ ასე ვთქვათ, ძირს გამოუთხრის ევროკავშირის ადმინდობას ქართულ საზოგადოებაში. ისედაც შემცირებულია, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შემცირდება და ამასთან ერთად მათი ასე ვთქვათ, დეკლარირებული მიზანი, რომ ისინი ქართულ ხალხს უჭერენ მხარს და ქართველი ხალხის ინტეგრაციას უჭერენ მხარს ევროკავშირში და ზოგადად ქართველი ხალხით აღფრთოვანებული არიან და მისი სიმამაცით, მაშინ რატომ სჯიან ქართულ ხალხს? ამიტომ ალოგიკური იქნება ეს მათი მხრიდან შესაბამისად და მინდა ასევე გითხრათ რომ ევროკავშირში არ არის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს რაც ასევე სხვა შორის გამოჩნდა EUTOS ასამბლეაზეც როდესაც EUTOS გენერალურმა მდივანმა თქვა რომ არჩევნები შედეგები ეჭვს არ იწვევს და იქ ხალხის ნება იყო გამოხატული ეს არ არის მარტო EUTOS გენდივნის განცხადება ეს არის ასევე ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოში გაბატონებული აზრი რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა მაშინ რას ვერჩით ჩვენ ამ ხელისუფლებას და რატომ ვამბობთ ან რატომ ამბობთ თქვენ ზოგიერთი ქვეყანა რომ არჩევნები გაყავდა. ანუ ამ მხრივ ერთიანი პოზიცია ევროკავშირში არ არის. შესაბამისად მე დიდი იმედი მაქვს რომ იქ საღი აზრი გაიმარჯვებს და ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლას არ მოუხსნიათ. ჩვენ დიდი ინტერესით ვადევნებდით თვალს EUTOS საპარლამენტო ასამბლეას და ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ იმჯერად ბევრ დეტალზე, იმიტომ რომ არაერთი საყურადღებო განცხადება თუ ფაქტი მოხდა და სანამ იქ ჯო უილსონის კამპანიაზე გადავალთ, მოდით დავიწყოთ იმ მიღწევით, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით დელეგაციას ჰქონდა, ეს იყო ჩანაწერი მოწოდება სირიის ახალი ხელისუფლებისადმი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკანწაღების თაობაზე და პირველ რიგში მინდა რომ ფრაგმენტი თქვენი გამოსვლიდან ახლა შევთავაზოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ეს იყო მთავარი მოწოდება, რაც თქვენ ასამბლეის წევრების მიმართ, ასე ვთქვათ, გაახმოვანეთ ამ სხდომაზე და მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ. Thank you very much. I want to inform this assembly as I think დიდი მადლობა. სურს ასამბლეას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის შესახებაც ბევრმა თქვენთაგან მაარიცის. სირიის წინა ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით აღიარა საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. სირიის წინა ხელისუფლებამ ასევე აღიარა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ანგარიში ვამატებთ პარაგრაფს სირიასთან დაკავშირებით, რომელიც კი არ გახლავთ EUTOS წევრი სახელმწიფო და ამავე დროს არ ღვევს EUTOS წევრი ორი სახელმწიფოს, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უდიდესი მნიშვნელობისაა, რომ ჩვენს მიერ მომზადებულ ანგარიში ჩავამატოთ პარაგრაფი, რომელიც მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. ასევე დონეცკისა და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. And recognize territorial integrity of Georgia and Ukraine. Thank you very much. ეს ინიციატივა გაზიარებულია, ახლა თქვენ გაველოდებით განმარტებას, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ჩანაწერის არსებობა და ასევე იმ კონტექსტს, რომ იყო მთელი კამპანია უილსონის და მისი, ასე ვთქვათ, პარტნიორი ნაციონალების მხრიდან, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და ქართული ცნება არაფერს აკეთებს. სხვათა შორის კარგია, რომ თქვენ ეს აღნიშნეთ. ზოგადად სირიაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა მომზადებულ რეზოლუციაში და ტექსტში. იქიდან გამომდინარე, რომ სირია არ არის, ასე ვთქვათ, EUTOS წევრი სახელმწიფო და შესაბამისად EUTO როგორც წესი თავს იკავებს ხოლმე სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან. თუმცა ეს ჩანაწერი, უпростоრეთ იდეა რომ ჩანაწერი გაჩენილიყო სირიაზე შემოიტანა ვინ? ჯო უილსონმა.
რომელსაც თურმე დღე-დაღამე არ ზინავს იმაზე ფიქრით, რომ საქართველოს ასე ვთქვათ ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღდგენილი. გახსოვთ ის კამპანია, რომ ვითომ წერილი მიწერა სირიის ახალ ხელისუფლებას და მოკლედ 24 საათი გვიკიჟინებდნენ იმას, რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ და აგერ ჯო უილსონი არის ჩვენი მეგობარი. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებს არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არც ასე ვთქვათ სირია წაიღებს თუ არა უკან აღიარებას. მისი ჩანაწერი ეხებოდა სირიის ახალ ხელისუფლებასთან EUTHOS წევრების მიერ კარგი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, რათა დავეხმაროთ ახალ ხელისუფლებას სირიისა, რომ მან მართოს ქვეყანა დემოკრატიულად. და სწორედ ამ ჩანაწერმა გამოიწვია შემდეგ ჩემი გამოსვლა და ვთქვი რომ თუ EUTHOS რეზოლუციაში სირიაში რაიმე სახის ჩანაწერი უნდა მოხდეს მაშინ აუცილებლად უნდა დაემატოს ჩანაწერი იმაზე რომ სირიამ უკან უნდა წაიღოს აფხაზეთის და ცხინვალის და მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების აღიარება. სხვა შორის უკრაინის დელეგაციაც იქ იმყოფებოდა, მაგრამ ხომ არ მოუღიათ ამ საკითხს. დაუნჯერებელია რომ ჯო უილსონს დაავიწყდა ეს საკითხი, დღეში 10 პოსტს უძღვნის საქართველოს. კი ბატონო, და აქედან ნათლად ჩანს მისი ესე ვთქვათ მონდომება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ შემდეგ ესეც კი ეს საკითხიც, რომელიც წესით ყველასთვის, ყველა ქართველისთვის და ყველა მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მისაღები და მისასალმებელი, ესეც კი გახდა შემდეგ აქ საქართველოში სპეკულაციების საგანი, ვითომ ჩვენმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ამ ჩანაწერს. ზოგადად მხარდაჭერასთან დაკავშირებით იყო სპეკულაციები, რამდენჯერმე შეცვალეს ჩვენება დღის განმავლობაში და რამ გამოიწვია ეს საინტერესო ეს გამოიწვია იმან, რომ თვითონვე ასე ვთქვათ აიბლანდნენ თავისივე განცხადებებში, ჯერ თქვეს რომ მხარი არ დაუჭირა, მე მიხვდნენ რა რომ ეს ჩვენი ინიციატივა იყო და ხა არალოგიკური გამოდიოდა რომ ჩვენ ინიციატივა წარვადგინეთ და მხარი არ დაუჭირეთ, მე შეცვალეს გადაწყვეტილება და თქვეს რომ აი საქართველოს რუსეთის ჩანაწერს და რომელიც ასევე ჩემი ინიციატივით შევიდა რუსეთთან დაკავშირებული ჩანაწერიც ამ რეზოლუციაში. მოკლედ მათ უნდათ წარმოეჩინათ ისე ვითარება, რომ თითქოს საქართველოს ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა სირიისთვის მოწოდებას აფხაზეთის და ცხინვალის აღიარების უკან წაღებაზე, რუსეთისთვის მოწოდებას ჯარების გაყვანაზე, ტოვილების დაბრუნებაზე. იმ მიზეზით რომ ჯო უილსონის ის მეორე ჩანაწერი გაძვრა, რომელიც ეხება ახლა გადავიდეთ ამ საკითხზე, რის გამოც მხარი არ დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ ამ საბოლოო რეზოლუციას. როგორ მოხდა, რომ ესე იგი ჯო უილსონის ინიციატივა, ეს ნახევარი წინადადება, როგორც ვამბობთ, ხოლმე საბოლოო ჯამში გაიზიარა უმრავლესობამ დეპუტატებს. კი ბატონო, იქ ასე ვთქვათ, პროცედურა არის შემდეგი, რომ კომიტეტზე ნებისმიერ წევრს შეუძლია წარმოადგინოს შესწორება და შემდეგ ამ შესწორებასთან დაკავშირებით არის ძალიან მოკლე დებატი. ანუ ამ შემთხვევაში არგუმენტები საერთოდ არ იყო იმათ მხარეს, ვინც ეს შესწორება შემოიტანა, იმიტომ რომ ამავდროულად ყველა საუბრობდა EUTHOS დასკვნაზე, სადაც გახსოვთ ალბათ შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარი, რომელიც პირველად გააკეთა მან საჯაროდ და თქვა, რომ ჩვენ როდესაც დამკვირვებლები 27 ოქტომბერს დილით შევიკრიბეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გვემჟელა თუ ვინ რა ნახა და ვის როგორი, ასე ვთქვათ, შეგრძნება ქონდა არჩევნებთან დაკავშირებით, ყველამ ვთქვით, რომ არჩევნები ჩატარდა კარგად და რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. და მანვე ასევე თქვა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი თავდაყირა დადგა, იმიტომ რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ მოეწონა არჩევნების შედეგები. ამაზე მეტი ილუსტრაცია მე მგონი საჭირო აღარც არის, იმიტომ რომ ეს წიანდადება მოდიოდა იმ ადამიანისგან, რომელიც საკმაოდ გამოცდილია არჩევნების დაკვირვებაში, არის შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი და სხვა შორის მას ძალიან ბევრი იქ მყოფი დაეთანხმა ასევე ამაზე. რაც შეეხება კენჭისყრას, კენჭისყრა სხვა შორის ამ შესწორებაზე კენჭისყრა ძალიან პატარა სხვაობით დასრულდა და ახლა თუ არ ვწდები 4 ხმა იყო განსხვავება, თუმცა მაყურებელს რო აუხსნათ, რაც უფრო დიდია
ქვეყანა, მით უფრო დიდი დელეგაცია ყავს მას. შესაბამისად, საქართველოს ყავს მხოლოდ სამკაციანი დელეგაცია და კომიტეტზე აქვს ერთი ხმა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს მაგალითად ყავს 20 კაციანი დელეგაცია და კომიტეტზე აქვს 10 ხმა. ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს არათუ ქვეყნების რაოდენობის მიხედვით ითვლება არა ერთი ქვეყანა, ერთი ხმა, არამედ ზომის მიხედვით თითო ქვეყანას რამხელა დელეგაციები ყავს. და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა იყო ეს ჯო ვილსონის და მას მხარი დაუჭირა უკრაინამ, პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და როგორც გითხარით, ამ მცირე სხვაობით 4 ხმით გაძვრა ეს შესაძლებელი. თქვენ ასევე ახსენეთ EUTHO-ს გენერალური მდივნის განცხადებას, ხო შორის ამ განცხადებას იცნობს ჩვენი მაყურებელი პირდაპირ საყვედური იყო ოპოზიციის მიმართ, რომ შესაძაც ასეთი წარმომადგენლობა 40%-იანი წარმომადგენლობა გაქვს პარლამენტში და მას არ იყენებ, ეს უსამართლო დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ესეთ შედეგების აღიარება და ლეგიტიმაცია შეიძლება განვიხილოთ, ხო, მაგრამ მას ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია ეს შედეგი ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ეს გამოსვლა შედგა მთლიანად მთელი ასამბლეის პლენარული სხდომის წინაშე, ანუ ეს არ იყო კომიტეტზე გამოსვლა, სრულიად მთელი ასამბლეა ესწრებოდა ამ გამოსვლას და მან თქვა ორი მნიშვნელოვანი რამ. სხვა შორის ეს გამოსვლაც ეხებოდა ჩემს მიერ დასმულ კითხვას, იმიტომ რომ მანამდე ოდირის დირექტორმა თქვა, რომ საქართველოს არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ოდირს ჰქონდა გაწერილი და სწორედ ამასთან დაკავშირებით ვიკითხე მე, რომ თქვენ გახსოვთ ალბათ იანვარში მისია უნდა ჩამოსულიყო, მე მოყვა ამ მისიის წევრების მიმართ ამას ბულინგი და შესაბამისად ეს მისია ვეღარ ჩამოვიდა. სწორედ ეს შევახსენე მე ოდირის დირექტორს და უთხარი, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია საერთოდ არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ბოიკოტშია, პარლამენტში არ დადის, ქუჩაში დგას, მოლოტოვის კოქტეილებს ისვრის, როგორ გესახებათ თქვენ ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა. ეს იყო ჩემი კითხვა და ამაზე იყო პასუხი შემდეგ გენდივნის, EUTHO-ს გენდივნის, რომ საქართველოს ჩატარებული არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირე დარღვევები, ციტირებ, ასახავდა ხალხის ნებას და შესაბამისად ოპოზიცია იქცევა უპასუხისმგებლოდ და შეურაცხყოფას აყენებს თავისივე ამომრჩეველს, იმიტომ რომ როდესაც 40%-ზე მეტი გაქვს მიღებული მანდატების, მაშინ კეთილი უნდა ინებო და იჯდა და იმუშავა პარლამენტში. ამასთანავე ჩვენ მოვისმინეთ სინანული და ერთგვარი საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მისია EUTHO-დის მისია არ არის მოწვეული საშემოდგომო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს განცხადება ვნახეთ. როგორია თქვენი პოზიცია? ერთის მხრივ ხელისუფლების პოზიცია ზოგადად ვიცით და პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლება სამსჯელოდ. ჩვენ დელეგაცია სხვათა შორის პორტოში ქონდა შეხვედრა ოდირის დირექტორთან, რომელმაც ასევე ჩვენთან საუბარშიც გამოთქვა სინანული, რომ აქამდე არ მიუღიათ მათ მოწვევა. ჩვენ მას ძალიან ღიად უთხარით, რომ ოდირის ანგარიში საქართველოს და ქართულ ხალხს არ ჭირდება. ოდირის ანგარიში ჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაიგოს როგორ ჩატარდა არჩევნები, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ისედაც აქ არის, ადგილზეა, თვითონ მიდის, თვითონ ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში და ძალიან კარგად ხედავს თუ რა პროცესი მიმდინარეობს. ოდირის მისიის დასკვნები მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და იმ მოცემულობაში, როდესაც ოდირის დასკვნა, რომელსაც ჩვენ პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციას, იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, განსაკუთრებით წინა არჩევნებზე, როდესაც ძალიან დიდი ზეწოლა იყო მასზე, ოდირის ეს დასკვნა უბრალოდ ნაგვის ყუთში გადააგდო მაგრამ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, როცა გვაქვს მოცემულობა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი არაპირებს მონაწილეობის მიღებას, ხოლო მეორე ნაწილს უკიჟინებს, რომ ეს არჩევნები იქნება არაკონკურენტული, გაყალბდება და ასე შემდეგ, ეს მისია და გარედამკვირვებლები შეცვლდნენ თუ არა სურათს იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც მათ ექნებოდათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ პროცესი, ეს შესაძლოა პროცესისთვის უფრო სასარგებლო ყოფილიყო საერთაშორისო ასპარეზზე. კი ბატონო, და ზუსტად ეს უთხარით ჩვენ ოდირის მისიას, რომ თუ ისინი ასე ვთქვათ
შეეცდებიან დაარწმუნონ თავისივე საერთაშორისო საზოგადოების და ამ შემთხვევაში ძირითადად ლაპარაკი მაქვს ევროკავშირის ქვეყნებზე და ზოგადად ევროკავშირის ინსტიტუციებზე და სხვა შორის მათაც მოუყვანეთ ეს ევროპარლამენტის რეზოლუციები მაგალითად თუ ისინი შეძლებენ რომ დაარწმუნონ ისინი რომ მათი ასე ვთქვათ ანგარიში იქნება ყველასთვის მისაღები და შემდეგ არ დაიწყებენ ამ ანგარიშის დამახინჯებას იქ ისეთი რაღაცეების ასე ვთქვათ მიწერას ამ ანგარიშისთვის რაც ანგარიში არ წერია და ასე შემდეგ მაშინ აზრი ექნება ჩვენთვის ოდირის მისიის მოწვევას. ამიტომ ეს ასე ვთქვათ მოცემულობა და პროცესი კარგია თუ ოდირის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავს ევროკავშირთან და მათ შორის განიხილავს იმ ევროპარლამენტარებთან რომლებიც მიუხედავად იმისა რომ ოდირის დასკვნაში ეს არსად არ წერია დღენია და გამტკიცებენ რომ არჩევნები გაყავთ. ამიტომ ჩვენ ოდირის წინააღმდეგი კი არ ვართ. ჩვენ პირიქით ოდირთან ყოველთვის კარგად თანამშრომლობდით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის რომ ოდირის დასკვნა რაც იქნება მე ისევ ნაგვის ხუთში არ გადააგდონ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და ეს არის ოდირის ასე ვთქვათ დამატებითი ღირებულება რომ მისი დასკვნა იყოს ყველასთვის მისაღები და ყველასთვის ასე ვთქვათ ათვლის წერტილი. სამწუხაროდ წინა არჩევნებში ეს ასე არ მოხდა. ცulis თუ არა მოცემულობას ის რომ საუბარი არის მუნიციპალურ არჩევნებზე, იმიტომ რომ შესაძაც გამოთქმული იყო წუხილი 20 წლიანი პრაქტიკა შეიძლება დაირღვეს ჩვენ ასეთი არგუმენტებიც მოვისმინეთ რომ საერთოდ არ არის სავალდებულო და მით უმეტეს არც ისე ხშირია, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება ეს ორგანიზაცია. აი ამ ხრივ როგორია თქვენი მიდგომა? აქ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, ანუ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ მხოლოდ და მხოლოდ ოდირის მისიაზე და არ ვლაპარაკობთ სხვა დანარჩენ მისიებზე, EUTOS საპარლამენტო ასამბლეის ან ევროპარლამენტის ან ნატოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიებზე, რომელიც როგორც წესი ოდირის მისიას თან მოყვება ხოლმე. და ეს მისიები ძირითადად კი არა და სრულიად არის დაკომპლექტებული პოლიტიკოსების მიერ. რაც შეეხება ოდირს, ოდირი არის უფრო ტექნიკური ხასიათის მისია, რომელსაც ექსპერტები ჩამოყავს და ადგილზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არიან გაშლილი არჩევნებამდე დაახლოებით 3-4 კვირით ადრე. ამიტომ ამ ხრივ ის მართალია რომ მუნიციპალურ არჩევნებს პოლიტიკური ორგანოები როგორც წესი არ აკვირდებიან. რაც შეეხება ოდირს, ოდირი ზოგიერთ შემთხვევაში აკვირდება ამ არჩევნებს, ზოგ ქვეყანაში არ აკვირდება. ამიტომ ის რომ რაღაც სტანდარტი არსებობდეს ამის რომ გინდა თუ არა ოდირი უნდა დააკვირდეს ყველა ქვეყანაში მუნიციპალურ არჩევნებს, ასეთი რამ არ არსებობს. ის რომ რაღაც ახლა უპრეცედენტო ხდება იმის გამო რომ ოდირი არ იქნება წარმოდგენილი, თუ არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია ასე აფორმებს, რომ ეს ნიშნავს რომ შედეგები უკვე დაწერილია. ეს არ არის სამართლიანი ასეთ შეფასება. ასე ვთქვათ, მახსოვს საქართველოს ჩატარებული არჩევნები, ყველა არჩევნები არის უპრეცედენტო ისტორიული რეფერენდუმი და ასე შემდეგ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი არჩევნები. ოდირთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმაც თქვა რომ თუ იქნება შეთანხმება იმ თემაზე რომ ოდირის დასკვნის შემდეგ ყველა ამ დასკვნას მიიღებს და აღარ იქნება სპეკულაციები, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ვიფიქროთ რომ დავაზუსტოთ თქვენგანელის ოდირი პასუხს თუ თქვენელით ოდირისგან იმ თემაზე პასუხს, რაზეც ახლა ისაუბრეთ მათ შორის ევროპარლამენტარების დარწმუნებაზე. ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული რომ ოდირის დასკვნას მორიგჯერზე არ გადააგდებენ სანაგვე ყუთში. ეს არის ჩვენი მთავარი წუხილი. თუ ამის გარანტიას ვინმე მოგცემს, მაშინ რა თქმა უნდა არაფერი წინ არ დაუდგება ოდირის ჩამოსვლას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ოდირის მისიის ჩამოსვლა არ ჭირდება ქართულ ხალხს, ეს ჭირდება საერთაშორისო საზოგადოებას. და შევეხოთ ევროპარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, ურსულა ფონ დერ ლაიენ გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას, თუმცა თავისთავად პროცესი არის საინტერესო, მართლაც უპრეცედენტო, ასეთი რამ არ ყოფილა, ასეთი კრიტიკა, დამოკიდებულება, ასეთი როგორც ამბობენ ანალიტიკოსები წერენ რომ ეს არის იშვიათი და ეს არის ტენდენციის გამოხატულება ის რომ უკვე საჯაროდ დაიწყო საუბარი იმ პრობლემებზე რომლებიც არის ევროკავშირის ხელმძღვანელობაში. თქვენთვის რამდენად სიმპტომატური და საყურადღებოა ეს რაც ხდება? ეს საყურადღებოა ნამდვილად იქიდან გამომდინარე რომ საკითხი რის გამოც ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწყვეს ასე ვთქვათ უნდობლობის პროცედურა ეხება გამჭვირვალობას.
და ეხება ინფორმაციის დამალვას. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს ევროკავშირში გამჭვირვალობას, რაც ბოლო წლებში ნამდვილად გახდა პრობლემა. და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ, უნდობლობის პროცედურაც სწორედ ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. თუ ევროკავშირი არ ასე ვთქვათ, გადახედავს თავის პოზიციას გამჭვირვალობის უფრო მაღალ სტანდარტებთან დაკავშირებით, მაშინ რა თქმა უნდა ეს პროცესები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. ძალიან კარგი არის ის, რომ არასამთავრობოების დაფინანსებასთანაც უკვე ევროკავშირში ძალიან ესეთი სრულფასოვანი დისკუსია დაიწყო. მე იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტულ შედეგებამდე მივა, იმიტომ რომ არა მხოლოდ ჩვენთვის არის საინტერესო, ვინ ხარჯავს ფულს საქართველოში და რისთვის ხარჯავს ფულს, არამედ ევროპელი მოქალაქეებისთვისაც არის საინტერესო, თუ რაში იხარჯება მათი ფული. შესაბამისად, ეს არის დაკვეთა ასევე ევროპელი მოქალაქეებისა, რომ მათ გაიგონ მილიარდობით ევრო რაში იხარჯება, რომელ ქვეყნებში იხარჯება და რა შედეგები დგება ამ ასე ვთქვათ, ფულის დახარჯვის შემდეგ. ამიტომ ეს პროცესი არის შეუქცევადი, ეს პროცესი არ შეჩერდება, კიდევ უფრო მეტ და მეტ ასე ვთქვათ, ძალას მოიკრებს და ჩვენთვის ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება ევროკავშირში, მით უფრო კარგია ჩვენთვის თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მივისწრაფით სწორედ ამ ორგანიზაციის წევრობისკენ. ამიტომ ნამდვილად არის ეს უნდობლობის პროცედურა სიმპტომატური და ნამდვილად შეიძლება ბიძგი მიცეს ძალიან საინტერესო პროცესებს ევროპაში. დაეხმარება თუ არა საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოზიციების უფრო უკეთ დაცვაში, იმიტომ ორ მაგ სტანდარტზე მუდმივად იყო საუბარი, ხო, რომ ჩვენ გვსაყვედურობენ იმას, რაც თავად მუშაობენ, აი ამ მხრივ, როდესაც იქ ასეთ რეზონანსი იღებს ეს თემები. ეს აადვილებს თუ არა უკვე კომუნიკაციას მათ შორის პარტნიორებთან და სხვადასხვა პოლიტიკოსთან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვიადვილებს ჩვენი არგუმენტების წარმოჩენას, იმიტომ რომ როდესაც ორმხრივი დახურულ კარს მიღმა შეხვედრები გვაქვს, იქ ყველა ხვდება, რომ ეს საკითხები არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა მარტივად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს უბრალოდ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე არის აქ საუბარი. აქ არ არის მარტო ერთი კონკრეტული რომელიმე ორგანიზაციის დაფინანსებაზე. ეს არის ძალიან რთული სქემა, რომლის მიხედვითაც და რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ გარე აქტორს შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაშიც გამოიწვიოს შიდა არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, თუ ეს ქვეყნები ვალდებული არიანო საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან, მაშინ ეს ჩვენ გვიმყარებს ასევე იმ არგუმენტაციას, რომ საქართველო, რომელიც კიდევ უფრო მეტად რთულ და მოწყვლად სიტუაციაში არის, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის ოკუპაციიდან გამომდინარე, მათ შორის რეგიონიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენც ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ინტერესები დავუწყოთ. რეალურად გამჭვირვალობისად მიმართული პროცესი, თუ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იქ ერთი ჯგუფი, რომელიც ერთგვარად მონოპოლიას ფლობდა ამ მილიარდების განაწილებაზე სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებში, ახლა ცდილობს, რომ რაღაცნაირად მეორე ჯგუფმა შეძლოს ამ ფინანსების კონტროლი. რეალურად რა სურათს ვიღებთ გამჭვირვალობას თუ იმას, რომ კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ რაღაცნაირად გადაინაწილონ ეს ძალაუფლების საკმაოდ გავლენიანი ბერკეტი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლაც და შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფები ასევე ამ გზით ცდილობენ, რომ კონკრეტული, ასე ვთქვათ, გავლენა მოიპოვონ ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, თუმცა საბოლოო მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გამჭვირვალობის უფრო მაღალი ხარისხი იყოს, რომ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა დამოუკიდებლად ვერ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის შესახებაც არ ეცოდინებათ, ან რომელზეც ხელი არ მიუწვდებათ, რა ინფორმაციაზეც ხელი არ მიუწვდებათ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. თუმცა ამ პოლიტიკური ბრძოლიდან შეიძლება გამოდნეს ერთი კარგი დიდი სიკეთე, რაც არის გამჭვირვალობა, რომელიც ყოველთვის იქნება. მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი.